რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის დუმას ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების კანონპროექტი რატიფიცირებისთვის წარუდგინა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად მხარეები შეთანხმებული საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებას, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას გეგმავენ. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აღიარებული იქნება რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები. სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი ასევე გეგმავენ შრომითი სოციალური და საპენსიო სისტემების დაახლოებას, სამუშაო სტაჟის ურთიერთაღიარებას და ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას. ექსპერტების შეფასებით ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ეგრეთ წოდებული ლიდერის ალან გაგლოევის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიების ანექსიის გაგრძელებაა. ისინი ოფიციალური თბილისის გააქტიურების საჭიროებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ დგება. ეს არის ანექსიის გაგრძელება, ტრაგედია თავისთავად არის, რომ რუსეთმა ცხინვალთან ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. მაგრამ მილიონჯერ უფრო მძიმე ტრაგედია არის ის, რომ თბილისი ხმას არ იღებს საერთოდ. უნდა ჩავთოს საგარეო ურთიერთობები, ელჩები უნდა ჩავთოთ, სახელმწიფოები უნდა ჩავთოთ, რათა ეს დოკუმენტი არის მორიგი ნაბიჯი ანექსიისაკენ. მორიგი ნაბიჯი ანექსიისაკენ. რუსეთი პირდაპირ ვერ ახდენს ახლა ანექსიას, არ ჭირდება საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს აითვისოს სიტუაცია ისე, მიითვისოს სიტუაცია ისე, რომ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს თქვას, როგორც ევროკავშირზე. რა ვქნა, წაიო რუსეთმა, აბა რა ვქნა მეტი. საქართველოს სახელმწიფოს მართებს შემდეგი პირველი ის, რომ დაამყაროს მაქსიმალური ურთიერთობები თავის პოტენციურ მოკავშირეებთან, ანუ დასავლურ დემოკრატიულ სამყაროსთან, მათ შორის ევროკავშირთან, მათ შორის ნატოსთან, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება, გაძლიერებას, თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუნდაც ეკონომიკურ თვალსაზრისით და ეკონომიკურად უფრო ძლიერი საქართველო, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მისაღები იქნება ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებისთვის. ოფიციალურ თბილისის ჯერჯერობით საპასუხო განცხადება არ გავრცელებია. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და ნებისმიერი გადაწყვეტილება უკანონოა. საქართველოსათვის და საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველა ეს ქმედებები არის უკანონო და არც საერთაშორისო სამართლისთვის და არც საქართველოსთვის სამართლებრივ ძალას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. ესეთი ხელშეკრულებები და ესეთი ნაბიჯები ჩვენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა 9 მაისობას მოსკოვში თუ სხვა ვიზიტების დროს მრავალი გვინახია, მაგრამ რეალურად ეს არ ცვლის მათ შორის არც იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრები ადამიანების ბედს და ცხოვრების ხარისხს. ნებისმიერი ქმედება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, ან აღრმავებს იმ სტატუს quo მოცემულობას, რომელიც ნაცმოძრაობის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად სამწუხაროდ დადგა საქართველოში, არის მიუღებელი და დასაგმობი. რატომ არის ეს მოცემულობა დღეს ასე და რატო არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და რატომ არ მიდის სამშვიდობო პოლიტიკა ისე, რომ მეტი პერსპექტივა იყოს ამ ყველაფერში? ეს ყველაფერი არის მოსაკითხი იმ წარსულში, როდესაც ხალატით გაჯერებული პოლიტიკით საქართველოს მაშინდელმა უბრალოდ ხელისუფლება და მოღალატე პრეზიდენტმა ოკუპანტს გადასცა ქვეყნის 20% ტერიტორიების. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დასავლელ პარტნიორებთან ქართული ოცნების ყოველდღიური დაშორებით საქართველოს რუსეთის ანექსიის პირისპირ მარტო რჩება. ჟენევის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. აგერ პუტინი უკვე ოფიციალურად ითხოვს, ფაქტობრივად ეს შეიძლება შეფასდეს უკვე ანექსიად. საქართველოს რეალურად საქართველოს ტერიტორიის ანექსიად, ანუ იმ აღიარებას, ეხლა მოყვა უკვე გაცილებით მძიმე ნაბიჯი. და ეს ამაზე პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ეკისრება მხოლოდ ოცნებას. აი ეს ხდება მაშინ, როდესაც პირისპირ ტოვებ ქვეყანას მტრის წინააღმდეგ და საკუთარ მეგობრებს ტრება დაცხადება. რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის პარტნიორობის და ღრმა ინტეგრაციის გაგრძელება ნიშნავს, რომ ანექსიური პროცესები სულ უფრო და უფრო მეტად მწვავდება, საჭირო არის სასწრაფოდ გაკეთდეს რეაგირება საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან და საჭიროა, რომ სასწრაფოდ მიეწოდოს ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს და რა თქმა უნდა ეს საკითხი ძალიან მწვავედ უნდა დაისვას ჟენევის ფორმატში. პრაქტიკულად ამ შემთხვევაში
შემთხვევაში ცხინვალი მთლიანად არის დამოკიდებული ეკონომიურადაც, სამხედრო თვალსაზრისით, სოციალური სისტემითაც არის რუსეთზე და ხა კიდევ უფრო უნდათ ეს გააღრმა უნდა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან სრული ანექსიისკენ, რაც აქვთ ბუნებრივია დაგეგმილი და რაღაც შემოერთება ალბათ ამ ტერიტორიების. ნუ სამწუხარო ის არის, რომ ამ შემთხვევაში ის პოლიტიკა, რომელიც არსებობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, არ არის არც იმდენად პრინციპული, არც ადეკვატური, რომ რუსეთმა რაღაცნაირად არ იფიქროს ამგვარ გადაწყვეტილებებზე. ეგრეთ წოდებულ დოკუმენტს ხელი 9 მაისს მოსკოვში მოეწერა. ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის ალან გაგლოევის განცხადებით, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი რუსეთს ერთ დიდ სამშობლოდ აღიქვამს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულება და ახლობებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.